სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას და ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. ჩვენ დავიწყეთ ახალი განყოფილება 25-ე, თუ ამ ტემპებით გავაგრძელეთ, თუ უფალი ინებებს, ამ წლის ბოლომდე ალბათ დავამთავრებთ ყველა ამას, რომელიც 80-მდე არის, მე თუ არ მეშლება და კვირაში ერთხელ დავამთავრე თითო განყოფილება, იმედია რომ მორჩები წლის ბოლომდე ზოგჯერ შვებულებაში ვარ, ალბათ უფრო ინტენსიურად გავაკეთებ. ასე რომ ნახოთ როგორ იქნება. ესეც 1993 წლის 30 ოქტომბერს იყო, ის სექტემბერში იყო, ეს ოქტომბერში არის ჩაწერილი. ძალიან საინტერესო კითხვა არის, გრძელი პასუხიც არის, იმიტომ რომ შესავალს აკეთებს ბატონი ჯონი, მისასალმებელ შესავალს და ეს კითხვა ჩვენ ადრეც განვიხილეთ. ძალიან დეტალურად იყო განხილული და ეხლაც მსგავს თქვენ ალბათ დაიჭერთ, მაგრამ არის კიდე რაღაცა დანამატები. რომელიც მართლაც საინტერესოა და რომელიც გამეორება არასოდეს არ გვაწყდეს და როგორც ჩვენი მეგობარი იყო და გამეორება ცოდნის დედაო. ლათინურად ეს არის repetitio est mater studiorum. Meta an mada. Meta არის დედა. ლათინურად studiorum ეს სტუდია, სწავლა და repetitio იცით გამეორება. ასე რომ მე მგონი არ გვაწყენს ჩვენ რომ გავიმეოროთ ეს. მოდით მოვუსმინოთ ბატონი ჯონის მისალმებას და მერე გადავალთ კითხვა-პასუხებს, რომელსაც ქალბატონი სვავს. ამაღამ ჩვენ გვექნება საშუალო რომ ოჯახურ გარემოში, ატმოსფეროში ერთად დავყოთ კიდევ დრო. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ამ მომენტს ყოველთვის მოუთველად ველოდი ხოლმე. მე თქვი ყველაფერი ისე თქვაც მინდოდა და მეტიც. ფაქტობრივად მე უთხარი ვიღაცას წინა დღეს, რომ მე თქვი იმაზე მეტი ქადაგებისას, ვიდრე უკვე ვიცი. და მინდა დარწმუნებული ვიყო, როგორც მოძღვარი, როგორც ეკლესიის ჩვენი ოჯახის რაღაცნაირად ლიდერი, რომ თქვენ ყველანაირად გესმით, სწავლობთ და იზრდებით სულიერად. ამიტომ ეს დღევანდელი დღე საშუალება არის, რომ რაღაცნაირად თქვენც მოგეცეთ საშუალება, რომ კიდევ ერთხელ წარმოაჩინოთ ის, რაც გაიგეთ, რაც გაწუხებთ. ადრეც თქვი და ეხლაც ვიმეორებ მოციქულ და საქმეების წიგნში, ნათქვამი რომ პავლე მოციქული მათთან მსჯელობდა წმინდა წერილიდან. და მან გამოიყენა სიტყვა დიალოგის მეთოდით. და რაც ერთი რამ, რაც დღეს ეკლესიაში ძალიან დაკარგულია, ეს არის რეალური ურთიერთგაცვლისა და დიალოგის შესაძლებლობა. და იმის გაზიარება, რაც ჩვენს გულებშია, განსაკუთრებით იმ საგნების, იმ ნივთების შესაბამისად, რაც ახლახან გავიარეთ და ვისწავლეთ ეკლესიის ამ სერიის ანატომიაში. ჩვენ ბევრ რამეზე ვსაუბრობდით და არ მგონია რომ ამაღამ გსურს უბრალოდ უპასუხოთ ყველა იმ მარტივ კითხვას, როგორიცაა წინასწარ განსაზღვრა, სადმიდან ბავშვები ატაცებაში, ან რა შეიძლება დაემართოს ორ სულქალს, რომელიც ატაცებული იქნება და ჩვილი, რომელშიც მასშია ჩასახული. ეს არის ძალიან ჩვეულებრივი კითხები, რომლებიც ყოველთვის მე მაწუხებს ხოლმე. და ახლა მე მინდა რომ გავაღვიძო თქვენი ინტერესი და იმედია რომ თქვენც დამაინტერესებთ საპირისპიროდ მეც. და ამამოძრავებთ მეც და დამაფიქრებთ. ჩვენი რეგულარული ეს შეკრებები 4 შაბათ საღამოს არის ხოლმე ბიბლიური კითხვები და პასუხები, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ აღამ კიდევ დამატებით კარგი იქნება, რომ ეკლესიაზე დავფიქრდეთ და კიდევ დაუთმოთ დრო. ამ დილით დიკმა თქვენ, როდესაც სამსახური ჩაატარა, იმ სერიის საპასუხოდ, ჩვენ ყველა მივიღეთ ეს მადლი და ბევრი ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი ეკლესია. ჩვენ ახლა დავასრულეთ ახლახან წყებსების კონფერენცია, რომელიც ყოველთვის მეხმარება ხოლმე და ეხმარება ასევე ყოველ ჩვენ პერსონელს, უხუცესს და საბჭოს ლიდერთა ჯგუფს, რომ განაახლონ თავიანთი გონება და ის, რისი ვალდებულებაც მათ აქვს. და ჩვენ უბრალოდ გვინდოდა დარწმუნებულიყავით, რომ ნამდვილად ვამბობდით იმას, რაც თქვენ გინდოდათ რომ მოგესმინათ. სხვათა შორის, ეხლა უკვე წყებსების კონფერენცია ტრადიციულად დიდი ხანია უკვე ტარდება მარტში. მეც მქონდა დაგეგმილი წავსულიყავი, მაგრამ მე გავაუქმე რეზერვაცია, რაღაცამ ხელი შემიშალა. ყოველ წელს მარტის თვეში, აქ მარტის შესვენება ჩრდილო ამერიკაში ძალიან დიდი რამე არის, მარტის დასვენებები. რომ იცოდეთ, აქ ხდება კოლეჯის კალათბურთები, ფეხბურთები, ბევრი რაღაცეები და ადამიანებიც სამოგზაუროდ მიდიან ხოლმე და აქ ჩასვა ბატონმა ჯონმა ის, რომ ინტერნაციონალური ძალიან ბევრი ადამიანი იკრიბება ხოლმე ამ კონფერენციებზე. წყებსების კონფერენცია, ცნობილია ჯონ მაკარტურის წყებსების კონფერენცია.
და არ არის მარტო მწყებსების, ნებისმიერ ადამიანს თუ მოასწრებ და თუ ჩაეწერებ, იმიტომ ლიმიტირებულია ეხაც ადგილები, შეგიძლიათ ვინც ამერიკაში ხართ ანისე დაესწრო ძალიან მეგონი ნაყოფიერი იქნება და ძალიან მოგეწონებათ იმდენ ძალიან საინტერესო ადამიანს შეხვდები და მე ყოველთვის კითხვა-პასუხები არის ხოლმე მის ბოლოს. და ჯონ მაკარტური აგრძელებს, ამიტომაც იყო რომ ჩვენ ბიბლიური ინფორმაციის ყველა ბაზას შევეხეთ. ასე რომ მე ვფიქრობ რომ ეხლა კარგი იქნებოდა ამაღამ თუ გვექნებოდა ცოტა დრო რომ უკვე დაგვეთმო თქვენთვის და შეგძლებოდა თქვენ კითხვების დასმა და გაგვიზიაროთ ის რაც უფალმა თქვენ ცხოვრებაში გააკეთა რა აზრებიც მან დაფლა თქვენს გულში და დარგა და გექნებათ საშუალება რომ უფრო მეტად გაიღრმაოთ ეს ცოდნა. ჩვენ გვინდა შემოვიფარგლოთ რაღაცნაირად არ შემოვიფარგლოთ ეკლესიის ცხოვრებით ამ კითხვების დროს შესაძლოა ეს იყოს ბიბლიური კითხვა, ან შესაძლოა იყოს ეს რაღაცა ორგანიზაციული კითხვა, არ აქვს ამას მნიშვნელობა. შეგიძლიათ ჩვენი მსახურების განზომილებაზე, სამომავლო გეგმებზე, რაც ხდება გრეისის მადლის ეკლესიაში და როგორ ვაპირებთ გაფართოებას. თავარია რომ ჩვენ ამ ჩვენი კითხვა-პასუხებით განვადიდოთ უფალი და განვადიდოთ მისი სახელი. მე ვთხოვ ჩემს დამხმარე პერსონალს რომ დადგენ თითოეული მიკროფონთან, რათა თქვენ დაგეხმარონ იმის გარკვევაში, თუ რა სიტყვოთ, რომ ჩამოვაყალიბოთ კითხვა. ბობ ფრეიდ და ერიკი გთხოვთ რომ წარსდგეთ და მივიღოთ ჩვენი კითხვები თანმიმდევრულად. ისინი დაგისვამენ თქვენ შეკითხვას, თუ რაზე აპირებთ კითხვის დასმას, როდესაც მიდიხართ მიკროფონთან და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის რომ გვიპასუხოთ. გასაგებია ხომ? მე ვიღებ პავლე მოციქულის როლს, ხოლო ერთი პრობლემა მოგას, პირდაპირ შთაგონებით ვერ ვისაუბრებ. ამიტომ ყველაფერს გავაკეთებ ღმერთის სიტყვით, ბიბლიიდან ხელში, ბიბლიით ხელში, რომ გიპასუხოთ ამ კითხვებზე. ახლა მე არ მინდა რომ თქვენ რაიმენად შეგზღუდოთ, თუ თქვენს გულში არის მწვავე კითხვები, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენ ქრისტიან ცხოვრებაში, პრაქტიკულ საქმიანობაში და ეს დაკავშირებული ეკლესიისთან. გთხოვთ რომ გაბედულად დასვათ. მე არ მინდა გამოვიცნო ის თუ რამდენი ანგელოზი შეიძლება დააყენო ქინძის თავზე, აღმერთ შეუძლია თუ არა ისეთი ლოდი გააკეთოს რომ ვერ აწიოს, იცით ხო ესეთი გამომჭერი კითხვები? არა, დასვით უფრო რეალური, რომელზეც შეიძლება პასუხის გაცემა. იცით ხომ, რასაც გულისხმობ, მე არ მინდა შევეხო ისეთ საკითხებს, რომლებზეც პასუხი არ არის, არ არსებობს, ხო? ან თუნდაც რამდენად არის შორს უსასრულობა, რამდენი ხანია მარადისობა, ეს ძალიან ბავშვური კითხვებია. ასე რომ თუ თქვა გაქვთ შეკითხვა, რომელიც დაკავშირება ქრისტიანულ ცხოვრებასთან, ეკლესიის ცხოვრებასთან, რაც თქვენს გულში არის, მიდით ეხლავე მიკროფონთან დადექით, გამოდით, მაგრამ არაუმეტეს სამისა, რომ არ შეუშალოთ ხელი ჩვენს პერსონალს და როდესაც დაინახავთ 2-მდე იკლებს რიგი, შემიძლია დადგეთ თუნდაც 4 ადამიანი და დაელოდოთ თქვენს რიგს. იმედია რომ თავისუფალი გრძნობა გაქვთ და არ ახართ შეზღუდული და არ გაწუხებთ რაიმე უხერხული კითხვის თუნდაც დასმა. შეგიძლიათ თქვათ რომ თუ თქვენ არ გინდათ რომ რაღაცნაირად გწვენიათ, თქვათ რომ ჩემმა მეგობარმა გამომგზავნა ან ვისაც რაღაცა რეალური პრობლემა აქვს და მე სურდა რომ მეკითხა ამის შესახებ. ასე რომ არ შეგეშინდეთ თხოვთ რომ და მე მინდა რომ ქალბატონებიდან დავიწყოთ აგერ შუაში. გისმენთ? დიახ. მე მქვია ბეტი კენედი და მაქვს შეკითხვა სულიწმინდის მუშაობასთან დაკავშირებით, თუ როგორ მუშაობს სულიწმინდა. პირველი, რა თქმა უნდა, ეს არის იონეს სახარების მე-16 მე-13 მუხლში, სადაც ნათქვამია. მაგრამ როცა მოვა იგი, ჭეშმარიტების სული, ის შეგიძღვებათ ყოველ ჭეშმარიტებაში, რადგან თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ იმას ილაპარაკებს, რასაც ისმენს და მომავალს გამოგიცხადებთ. ასევე მომყავს პირველ კორინთელთა მე-12 თავში მე-7 მუხლში თითოეულს კი სასიკეთოდ ეძლევა სულის გამოვლინება და შემდეგ მე-13 მუხლში ვინაიდან ყველანი ერთი სულით მოვინათლეთ ერთსხეულად იუდაველნი თუ წარმართი მონები თუ თავისუფალი და ყველას ერთი სული გვისვავს. გასაგებია? და მე მაინტერესებს ჯონ, თუ ჩვენ გვაქვს ერთი და იგივე სული, რომელიც დღეს ეკლესიაშია. მაშინ რატომ არ არის თანხვედრა და რატომ არის დაპირისპირება ამა თუ იმ საკითხებზე? მოძღვრებასთან დაკავშირებით, სულის ზღვენებთან დაკავშირებით, საჩუქრებთან, ტალანტებთან დაკავშირებით, როგორიცაა სასწაულები, განკურნებები, ენების ნიჭი.
ასევე ქრისტიანულ ეკლესიაში მე მყავს ძმისშვილი, რომელიც არის ქრისტიანული ეკლესიის პასტორი ფენიქსში, არიზონაში. ის მაგალითად ასწავლის და მეც მეუბნება, რომ რწმენა და ნათლობა აუცილებელია გადარჩენისთვისო. და ეს კითხვა სულ წმინდასთან დაკავშირებით ნამდვილად მაწუხებს მე. რადგან რატომ არის ის, რომ ჩვენ ყველანი ვიღებთ ერთსა და იმავე ჭეშმარიტებას ეკლესიის სასწავლებლად, მაგრამ არის ამდენი განსხვავებები. და ჯონ მაკარტური პასუხობს: დიახ, მართალია, რასაც ამბობთ, კარგით, ნება მომეცით უპასუხო თქვენ შეკითხვას მეტი და ეს ძალიან კარგი კითხვაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა და ჩვენ ადრეც გავეცით ამ კითხვას თუ გახსოვთ პასუხი. და აუდიო ფირებზეც არის ეს ჩაწერილი. ძირითადად კითხვა, როგორც ნათქვამია, რატომ აქვს ადამიანებს განსხვავებული აზრი თუ ჩვენ გვაქვს ერთი და იგივე სულიწმინდა, ხო? და ამას გვეკითხებიან ხშირად ხოლმე. ნება მომეცით უპირველესო ყოვლისა ეს გითხრათ. პირველი დავიწყებ იქიდან პირველ კორინთელთა წერილიდან, მე-12, მე-13-დან. ჩვენ ყველანი ერთი სულით მოვინათლეთ ერთხეულად. ეს არის ყოვლის მომცველი განცხადება თითოეული მორწმუნის შესახებ და ეხება ყველა ქრისტიანს, ვინც ქრისტეს მიიღებს, აღიარებს და დაიბადება. ეს ამბობს, რომ როდესაც თქვენ ირწმუნეთ იესო ქრისტეს, თქვენ მოთავსდებით ქრისტეს სხეულში. და ეს ყველასთან ხდება, ყველას ეხება. ეს ლექსის გამოყენება ყველასთვის საყოველთაოა. ეხლა დაუბრუნდეთ მე-7 მუხლს იგივე წერილში, თქვენ ახსენეთ ხომ? მე-12 თავის, პირველ კორინთელთა მე-12 თავის. სულის გამოვლინება ყოველ ადამიანს ეძლევა. ეს ნიშნავს, რომ ღმერთი სული ასევე გამოვალეს თავის თავს ყველა მორწმუნეში, რომელიც აღჭურვავს მას ამ მორწმუნეს უნიკალური მსახურებისათვის. ასე რომ ჩვენ ყველას აგვაქვს სულიწმინდა და ჩვენ ყველანი ვართ მოთავსებული სხეულში სულიწმინდის მიერ. ასე რომ დასკვნა, რომელსაც ის აკეთებს, არის ზუსტად სწორი. ყველა ჩვენგანი ღვთის სულის მფლობელი ვართ, ყველა ჩვენში ცხოვრობს სულიწმინდა. გახსოვთ ხო, პავლემ რა უთხრა კორინთელებს? არ იცით, რომ თქვენი სხეული ღვთის სულის ტაძარია? მაგრამ ახლა მივდივართ იონეს და საკითხი ჩნდება აქ. იონეს მე-16 მე-13-ში. და იქ ჩვენი უფალი ლაპარაკობს, გახსოვთ ხომ? როცა ის ჭეშმარიტების სული მოვა, ის გაგიძღვებათ ყოველგვარ ჭეშმარიტებაში. ის არ ილაპარაკებს საკუთარი თავისაგან, არამედ ის, რასაც მოისმენს, იტყვის და გაჩვენებთ მომავალს. ის განმადიდებს მე, რადგან მიიღებს ჩვენგან და გაჩვენებთ ამას. ახლა ნება მომეცით უპასუხო მას ძალიან მარტივი გზით. და ეს არის უნიკალური პარამეტრი. წარმოიდგინეთ ეს, დახატეთ ფონი, იესო არის ზედა ოთახში, გახსოვთ, შეკრებილია 12-თან ერთად, სინამდვილეში იქ უკვე 11 არიან, რადგან იუდა გაანთავისუფლეს, იესომ გაუშვა, რომ მას გაეცა იგი და მან დატოვა 11 მოწაფე. და ისინი იქ არიან და განაგრძნობენ ამ გზავნილის მოსმენას. ახლა ამ ეტაპზე, იცით ხომ, იესოს არაფერი არ დაუწერია. არაფერი დაწერილი არ არის ახალი აღთქმის. მარტო გვაქვს ძველი აღთქმის წერილები. იმიტომ რომ მას არაფერი არ დაუწერია. და იმისათვის რომ ისინი გამოვიდნენ, სწორად ჩამოაყალიბონ სიმართლე ჭეშმარიტება და მართებულად თქვან გზავნილი, რომელიც იესომ მისცა და სწორად გაიმეორონ მისი ცხოვრების ფაქტები, როგორც გააკეთეს ეს მათემ, მარკოზმა, ლუკამ, იოანემ, ხედავთ? და ზოგიერთმაც რო დაწერა, ის არ იყო სულიწმინდით, იცით ხომ, უფრო აპოკრიფული იყო, სახარებებიც კი, მაგრამ ამ მოთხმა ეს გააკეთეს. ასე რომ ჩვენი უფალი იძლევა მხოლოდ და მხოლოდ ამ მოციქულებისათვის ღვთის სულის განსაკუთრებულ უნიკალურ საჩუქარს, რომელიც მათ ქადაგებაში ყოველგვარი შეცდომისაგან თავისუფლად დაიცავდა. ასე რომ მე მჯერა, რომ ეს უნიკალური საჩუქარია მხოლოდ მოციქულებისათვის და არა ყველა ქრისტიანისათვის. ჩვენ კი ჩვენ ხელმძღვანელობთ ყოველ ჭეშმარიტებაში ღვთის სიტყვის ფურცლებით და სულიწმინდის მითითებით. ჩვენ უკვე გვაქვს ბიბლია. ჩვენი ბიბლია უკვე დაწერილია, ამიტომ ჩვენ გვჭირდება ამ ბიბლიის სწორი ინტერპრეტაცია. იმიტომ რომ ჩვენ უკვე გვაქვს სიმართლე. ჩვენ აღარ ვიღებთ მას გამოცხადებით. ეს არის ამის გარდა ამის ნაცვლად. გესმით ხომ რას ვამბობ? ჩვენ გვაქვს სიტყვა და ღვთის სული მიგვიყვანს სიტყვის ამ გაგებამდე. ასე რომ იონეს მე-16 მე-13-ში ეს ლექსი, რომელიც რაღაცა გონიათ, რომ პრობლემას არანაირად არ ქმნის. პრობლემას ქმნის მათთვის, ვინც ამას არ მიაწერს მხოლოდ მოციქულებს და მათ გონიათ, რომ ეს მათაც ეხება.
ის უბრალოდ პირდება მხოლოდ მოციქულებს აბსოლუტურად ზუსტად გახსენებას იმისა მოვლენები და ქრისტეს ცხოვრების სწავლებაზე, რაც მათ ქრისტემ დაუბარა. ასე რომ მაგალითად, როდესაც იოანე წერს სახარებას, წერს იმას, რაც იესომ გააკეთა. იესომ თქვა და ზუსტად არის 100% ზუსტი. და ლაპარაკობს 100% ზუსტად იმ აზრზე. შეიძლება ინფორმაციები სხვა შეავსოს, მაგრამ რასაც ყველა ამბობს, ის არის, რაც მათ მიეცათ. ასე რომ 16:13 იოანეს სახარების არის შთაგონების დაპირება მოციქულებისათვის. რიგით მქადაგებელს ასეთი დაპირება არ აქვს. ერთ-ერთი გარანტია იმისა, რაც ჩვენ გვაქვს, ეს არის ის, როდესაც ჩვენ მივდივართ ამ ჭეშმარიტებასთან, ჩვენ გვეძლება უკვე სწორად გარჩევის უნარი. გასაგებია? და ჩვენ არ შეგვიძლია დავდგეთ კათედრაზე და მივიღოთ ეს გამოცხადები სულიწმინდისაგან, რასაც ზოგიერთ გონია რომ აკეთებენ. ამიტომ მეორე ტიმოთეს წერილის მეორე თავში გახსოვთ მე-15 მუხლში რა არის ნათქვამი. ეს სწრაფე წარუდგინო ღმერთ შენი თავი, გამონაცად, შეურცხვენელ მუშაკად, ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადამცემად. ანუ რას აკეთებ? ჭეშმარიტების სიტყვას სწორად გადაცემ. ამიტომ რადგან ჩვენ არა გვაქვს გამოცხადების ან შთაგონების სამოციქულო გარანტია, ამ ეპოქაში ღვთის სიტყვას უნდა მივმართოთ. ეს არის ერთადერთი წყარო. ახლა შეიძლება ვიღაცამ დაგისვათ იგივე კითხვა. და ჩვენ ყველას გვაქვს სულიწმინდა, ჩვენ ყველას გვაქვს ერთი და იმავე ბიბლია. ახლა შეიძლება იგივე დასვამ ბიბლიაზე, ხომ? რატომ გვაქვს განსხვავებები? კარგი, სულიწმინდის ეს დანაბარები იეხებოდა მოციქულებს, მაგრამ ჩვენ ხო გვაქვს ბიბლია, ერთი და იგივე ბიბლია. მაინც რატომ გვაქვს ამდენი განსხვავებები? და ეს ნამდვილად იგივე კითხვაა. და ახლა ამაზე გიპასუხებთ. ამისთვის, როგორც ადრე მე გახსენა თუ ვისაც ახსოვს, ვინც ესწრებოდა აქ, არსებობს რამოდენიმე მიზეზი. მიზეზი რის გამოც ადამიანები განსხვავდებიან წინდა წერილის ინტერპრეტაციაში. და ეს მრავალი საკითხია. ნომერ პირველი. ჩვენ ვართ ცოდვილები. ამიტომ გვაქვს გარკვეული შეზღუდვები ჩვენს გაგებაში, ჩვენს გონებაში. ხო მართალია? გულისხმობ, რომ ჩვენ შეზღუდული გონება გვაქვს ცოდვის გამო. არც ერთი ადამიანი არ არის ისეთი სუფთა, რომ ადამიანში იყოს მთელი ჭეშმარიტება. სინამდვილეში ჩვენი ცოდვა იმაზე მეტყოლებს, რომ ჩვენ არა ვართ სრულყოფილი. სრულყოფილება არ შეგვიძლია. გასაგებია, ასე რომ იქნება სფეროები, სადაც ჩვენ არასწორი ვიქნებით. ახლა ნება მოვიძოთ თქვათ ისე და იმედია გამიგებთ, მაგალითად მე ადრეც მithქვია და ეხლაც გავიმეორებ, ჩემს თეოლოგიაში ვიცი რომ არის შეცდომები. მე უბრალოდ არ ვიცი თუ სად არიან ისინი. მე ყველაფერს ვაკეთებ, რომ მაქსიმალურად ზუსტი ვიყო ღვთის სიტყვის ინტერპრეტაციაში, ექსპოზიციაში და გადმოცემაში. მაგრამ ვიცი, რომ არა ვარ ყველა ჭეშმარიტების რაღაცა დასაწყისი და დასასრული აბსოლუტური სიზუსტით. მე ვიცი, რომ რაღაც სფეროები არის ისეთი და უნდა იყოს, სადაც ჩემმა ცოდვამ მე დამაბრმავა, სადაც ჩემმა ადამიანურმა გონებამ და შესაძლებლობა დამაკარგვინა საბოლოო რეალობა, რომელიც არსებობს. ასე რომ ჩვენ ცოდვილობა ხელს გვიწყობს იმ ფაქტში, რომ ჩვენ ვართ ადამიანები და არა გვაქვს გარანტია, რომ დავით დაცულები ვიყოთ შეცდომისაგან. როგორც ამას მოციქულები, მაგალითად, წმინდა წერილისას ისინი შეცდომას არ უშვებდნენ. ისინი 100% გადმოცემდნენ და წერდნენ იმას, რასაც სულიწმინდა ეუბნებოდა. მეორე ფაქტორი, ეს განსხვავებები არის იმიტომ, რომ ადამიანები უკვე წინასწარ შემუშავებული აზრით მიდიან მასთან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი მიდიან ძალიან ბევრი ბარგით. ძალიან ბევრი ბარგი აქვთ უკვე დატვირთული, მათ აქვს წინასწარ შეხედულებები, მათ მემკვიდრეობით მიიღეს წარსული ცხოვრებიდან, მაგალითად თქვენ თუ დაიბადეთ 50-თა ეკლესიაში, გაიზარდეთ ქრისტიანულ ეკლესიაში, რომელიც ასწავლიდა ნათლობის აღორძინებას, რწმენა პლუს წყალი, უდრის ხსნას, ასევე გაიზარდეთ დედი-მამა, ბაბუა, ბებია, ყველა სწამდა ეს. თქვენი დაძმები, დეიდები, ბიძები, თქვენი მოძღვარი. და თქვენ ხართ ამითი მთლიანად შთაგონებული. რა თქმა უნდა, გაგიჭირდება თქვენ უკვე ობიექტური
გადმოცემა იმისა, რასაც ბიბლია ამბობს და ლაპარაკობს თვითონ. ხალხი შეცდომებს უშვებს, იმიტომ რომ უგულებყოფს ამ სწავლებას. ასე რომ თქვენ ხართ შებოჭილი, გარკვეული მემკვიდრეობით დაგროვილი, რაღაც წინაპირობებით, წინასწარ შემუშავებული აზრით, რომელიც შემდეგ მიდიხარ წმინდა წერილში და ამითი უდგებით მას. ეს არის კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ჩვენ აქვს. მესამე პრობლემა, რომელიც გვაქვს წმინდა წერილის ინტერპრეტაციაში განსხვავებული აზრით, არის ის, რომ ადამიანები ყოველთვის არ აკეთებენ საკმარისად იმას, რაც უნდა გააკეთონ. არ არის ბეჯითის სწავლა და შრომა. ამიტომ პავლე ეუბნება ტიმოთეს, რომ უხუცესები, რომლებიც შრომობენ სიტყვასა და მოძღვრებაში, ორმაგი პატივისცემის ღირსნი არიან. და მე ნამდვილად გძნობ, რომ ეს სამი სფერო ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის გასაგებად. აი ეს ზემოთა სამი რამ ჩამოთვალე. მაგრამ არის კიდევ მეოთხე, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია და ეს არის ის, რომ ჩვენ ბევრჯერ არ ვეთანხმებით საკითხებს, რომლებსაც არ აქვთ სრული გამოცხადება. ნათლად არ არჩანს, გესმით? ბუნდოვანია ზოგიერთი ადგილი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, ჩვენ არ გვაქვს საკმარისი მონაცემები იმისათვის, რომ ვიყოთ დოგმატური. ამიტომ ვიღებთ სხვადასხვა ვარიანტს. გესმით ხომ, რასაც გულისხმობ? მაგალითად არის ფრაგმენტი პირველ კორინთელთა წერილში, რომელზეც მეც ადრე ვისაუბრე, რომელიც საუბრობს მიცვალებულთა ნათლობაზე. მე მახსოვს ერთ დროს რომ წავიკითხე დისერტაცია ამის შესახებ, იქ იყო 35, მიაქცეთ ყურადღება, 35 განსხვავებული შეხედულება და ინტერპრეტაცია, კომენტარი. გარკვით ახლა რომელია მართალი? მე არ მაქვს ყველაზე ზუსტი რომელია ეს იდეა. მე მაქვს აზრი, მაგრამ ეს მხოლოდ მოსაზრებაა. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ არ აგვაქვს საკმარისი მონაცემები ამის ინტერპრეტაციისათვის. ნამდვილად არ არის. და არის კიდევ ერთი კატეგორია, რომელიც იქნება ალბათ მეხუთე პასუხი, ეს არის ის, რომ ჩვენ ბოლომდე ვერ ვიცნობთ ღმერთის გონებას და ვერ შევიცნობთ. რადგან მისი გონება არაერთხელ მითქვია, რომ აღემატება, უსასრულოა. ჩვენი გონება კი შეზღუდულია, საზღვრები აქვს და სასრულია. გასაგებია ხომ? ამიტომ რატომ გავსხვავდებით? ჩვენ გავსხვავდებით იმიტომ, რომ ადამიანები ვართ. ცოდვილები ვართ. გვაქვს მიდრეკილება წინასწარ განზრახული წინაპირობებით მივიდეთ. ჩვენ გავსხვავდებით იმიტომ, რომ ჩვენ შესაძლოა საკმარისად ტექსტზე ვერ ვიმუშავეთ. ჩვენ გავსხვავდებით იმიტომ, რომ არ აგვაქვს სრული ინფორმაცია რომელიღაცა კონკრეტული მუხლის შესახებ, რომ ეს პარალელებით გავამაგროთ. და გავსხვავდებით იმიტომ, რომ ჩვენ ღმერთის გონებას ვერ გავიცნობთ მთლიანად. და იცით ბიბლიაში წერია, რომ რაც დაფარულია, მეორე ჯულის 29-29, რაც დაფარულია ღმერთისთვის არის დაფარული, რაც ჩვენთვის არის ხსნილი, ჩვენთვის არის გახსნილი. ახლა კიდევ გეტყვით რაღაც მნიშვნელობას. მე ფიქრობ, აი როგორ შეგვიძლია შევამციროთ ეს განსხვავებები და უფრო ახლოს დავახლოვდეთ ჩვენ შეხედულებებში. მე არ მგონია, რომ ბიბლია რაღაც ესეთი მკაცრია, ან კიდე არც მე ვარ ესეთი ჭკვიანი. მაგრამ მე ფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია საოცრად შევამციროთ და დავიყვანოთ ძალიან მცირე იმაზე, თუ ჩვენ ვიზრუნებთ ამ ადამიანებზე და მივმართავთ ღვთის სიტყვას ლოცვით და ცხოვრების სიწმინდის დამოკიდებულებით, რათა გავხდეთ სუფთა ჭურჭლები ჭეშმარიტების შესამეცნებლად. და მეორეც, თუ ჩვენ განტვირთავთ ჩვენი წინაბევრობის ბარგს, მოვიხსნით ამას და მივცეთ საშუალებას, რომ თავად სიტყვა თავისი ღირებულებით დაილაპარაკოს. და ამ სიტყვამ, ბიბლიის ამ ადგილმა თავისთავად ისაუბროს და ამას ქვია სწორედ ეგზეგეტიკა. ანუ ბიბლიის ინდუქციური შესწავლა. ნუ იტყვი მე მივიღე, უკვე მე შესანიშნავი ქადაგება ჩავატარე, მე უნდა ვიპოვო ლექსი, რომ ეს მთლიანად ამას გავყვე. ეს არ არის იდეა. არამედ თქვენ აძლევთ უფლებას ბიბლიას ამა თუ იმ მუხლს, რომ თქვას ის, რასაც ის ამბობს და ამის გაკეთების გზები არსებობს. გადაშალეთ ბიბლია და მიეცით საშუალება თქვენს წინაპირობებს, ნება მიეცით თქვენს ტრადიციებს და მიეცით საშუალება, რომ თქვენ მემკვიდრეობამ დაარღვიოს ამ სიტყვამ გადაფაროს
და გვერდზე გაწიოს თქვენი წინასწარ შემუშავებული აზრი. თუ არ გსურთ იყო დაუცველი და დაანგრიოთ ზოგიერთი თქვენი ძველი შეხედულებები, კომენტარები, შეცვალოთ თქვენი ძველი აუდიოფირები, თქვენ რეალურ უბედურებაში აღმოჩნდებით. რომ ყოველთვის ყოველჯერზე როცა მიხვალთ ბიბლიასთან თქვენი წინასწარ შემუშავებული აზრით, ყოველთვის არასწორ დასკვნებს გამოიტანთ. მე მახსოვს ადრე ჩვენი გრეისის ეკლესიაში, როცა ვქადაგებდი ქადაგებას, იმის შესახებ თუ რატომ იქნებოდა ანტიქრისტე ებრაელი, მეორე დილას მოვიდა ერთი ახალგაზრდა, ჩემთან შუა კვირაში და მითხრა, თქვენ ცდებით, ის იქნება წარმართიო. ასე რომ მომდენე კვირას მე ვიქადაგე თუ რატომ იქნებოდა ანტიქრისტე წარმართი. და მე ორივესთვის მაქვს ეს აუდიოფირზე შენახული. შეგიძლიათ იხილოთ. ცოტა ხანი დავფიქრდი და ორიდან ერთი გადავაგდე. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ზოგჯერ მოგიწევს ხოლმე ყვავის ჭამა, ეს გამოთქმა არის ინგლისური, რაც ნიშნავს პოზიციის შეცვლას. კარგი შედარება ხო ყვავის ჭამა, რომ არ სიამოვნებს ადამიანს პოზიციის შეცვლა და ეს უკავშირდება ისეთ უხერხულობასთან, რასაც ყვავის ჭამა ნიშნავს. და სწორედ ამას ვამბობ მე აგზელებს ჯონ მაკარტური, რომ თქვენ უნდა გადააფასოთ და შეცვალოთ თქვენი შეხედულება, თუ დარწმუნდებით, რომ ის არასწორია. მაგრამ ხანდახან მამანი მიიღებს რაღაცა დასკვნას, რომელიც ჩაიბეჭდება და ჩაბეტონდება მის გონებაში და ის უბრალოდ მოკვდება სიცოცხლის ბოლომდე, მაგრამ არანაირად არ შეცვლის მას. სხვა საქმეა, თუ ადამიანები ღვთისმსიტყვასთან მიდიან, ბევრს იშრომებენ, ნამდვილად დროს დახარჯავენ, შეისწავლიან ღვთისმსიტყვას, ყოველ ტექსტს ერთმანეთს დააკავშირებენ და უფრო სწორ დასკვნებს გამოიტანენ. და რაც ზოგიერთ სიტუაციაში ხდება, ეს არის რომ მოწყვიტავენ რაღაცა ბიბლიის მუხლებს, რომელიც ყვებავს იმ თქვენ წინასწარ შემუშავებულ სისტემას თქვენ გონებაში და ვერანაირად ვერ გამოდიხართ ამ სისტემიდან. იცით ხომ, ეს იაღოველებს ახასიათებთ, 50-იანელებს, ჩაეკირებიან რაღაცა კონკრეტულ მუხლში და მოარგებენ თავიანთ ცნობიერებას. ამაზე გამახსენდა მართლმადიდებლობაც, ხო? მართლმადიდებლობა ზუსტად ამას აკეთებს. თეოდორ გიგნაძეები ყველანი მღვდელს, როცა ნახავენ სიტყვას, ზიარებას როცა ნახავენ, ისინი მიაბავენ ამას თავიანთ იმასთან და არ იხილავენ, როგორც ჯონ მაკარტური ამბობს, თლიანად ბიბლიის პარალელიზმით, ბიბლიის მუხლებთან დაკავშირებით. გასაგებია ხომ? და ესე ამთავრებს ჯონ მაკარტური. დიახ, დიდი მადლობა ჯონ, გასაგებია. მე ერთი რამე მინდა გითხრათ, ამთავრებს ჯონ მაკარტური. მე მინდა რომ იცოდეთ, რომ ეს არც ისე რთულია. ეს უბრალოდ ცოტათი სიამაყესთან, სიზარმაცესთან, ასეთ რაღაცებთან არის დაკავშირებული. ეს ნამდვილად არ არის რთული ხალხო. თუ უბრალოდ თქვენ მისცემთ ღმერთის სიტყვას ლაპარაკის უფლებას, რათა თვითონ მან განგიცხადოთ ის, რასაც ის ამბობს და რასაც ის გულისხმობს. გასაგებია? დიახ, მადლობთ კიდევ ერთხელ ჯონ, გასაგებია.